საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ დაუწესოს რაღაც ემბარგო რუსეთს. ჩვენ უბრალოდ შიმშილით მოკვდებით, დღეს ასეთი მდგომარეობა არის. და იმის თქმა უნდა, რომ ამაზე არც არავინ არაფერს არ თხოვდა. მაგრამ ივანიშვილის პრობლემა რა იყო? ივანიშვილი ხო ხედავდა, რომ თვითონ უკვე თავისი რეჟიმით ვერ შევიდოდა ევროპაში. ამის მინიშნებებიც იყო. და ყოველთვის მუშაობს დასწრებაზე ივანიშვილი. ძალიან ბევრ ამაში. როგორც აქ თუნდაც პასედან გამოსვლა, ძალიან ბევრ თუნდაც ევროკავშირის ექსეში გაწევრიანების შეწყვეტა. ივანიშვილი არ არის სულელი ნამდვილად არ არის და მით უმეტეს ნამდვილად იყურება წინ თუ რა მოდის. მისთვის ეგზისტენციალურია სრული კონტროლი ძალოვნებზე, სასამართლოზე და ასე. ეს ხომ ვერ იქნება მხოლოდ რაღაცა. მისი პირადი უსაფრთხოებისთვის. ანუ ის ასე თulis, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ქვეყანა, რომელშიც მარტო ივანიშვილი იქნება უსაფრთხოდ, ვერ გაძლებს დიდხანს. ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, რომელშიც ივანიშვილიც იქნება უსაფრთხოდ. ხო, ეგ არ ესმის? აი, სამწუხაროდ არ ესმის. თვითონვე გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომ თავისივე ამომრჩეველი გადააგდო და შემოატრიალა მის წინააღმდეგ. ანუ თავის მტერი გამოდის. ხდება თუ არა ის ამომრჩეველი რომ გადააგდო ეს ძნელი გასაზომავია? ბევრი ხდება დამიჯერეთ. რო ხედავს რომ ამომრჩეველს უკვე ვეღარ ეყრდნობა, მაგიტომ დაიწყო დრაკონული კანონების მიღება, რომ ეგებ რამენაერად ძალოვნებით დაიჭიროს სიტუაცია.